გამარჯობა, ვისაუბროთ ტურისტული სასტუმრო ბიზნესის შესახებ. რას ნიშნავს ეს? ვისაც უნდა რომ სცადოს ამ ვიზის ახება, მან უნდა გაიაროს სავიზო ინტერვიუ. ამ ვიდეოში განვიხილოთ რა ჭირდება, რომ უნდა გაკეთეს, რაზე უნდა გამოხდეს ყურადღება და რითი ვჯობავთ ჩვენ და რა უნდა გაკეთეს სწორად და რაღაც კითხვებზე იქნება პასუხი, რომელიც ყველას აწუხებს. რა ხდება ახლა, რაც შეეხება იმას, რა ქვია, ვიზო ინტერვიუს, რა გჭირდება ჩვენ პირველ რიგში, რომ თქვენ მოვაწოდოთ მე, რომ თქვენ გაგიკეთოთ საშეგირსოთ სავიზო აპლიკაცია. პირველ რიგში გავაკეთოთ ესე, ავკრიფოთ ვიზები G, ერთად. ავკრიფოთ ჩვენ ვიზები G. შევედი. ხედავთ აქ, ერთად არის ამერიკის ვიზა, დავაჭიროთ. პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ? ეს არის ერთი ბევრი კატეგორიის ვიზა, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ამერიკაში. ესეც ვიზა ნიშნავს ამერიკის საზღვრამდე მისვლის მერე შეგიშვებენ თუ არა, ეს უკვე ამას იქ მესაზღვრე წვითავს. საშუალოდ უშვებენ 6 თვით ყოფნის ვადას. იმის მიუხედავად, რომ ვიზა შეიძლება თქვენ მოგცეთ 10 წლიანი, 10 წლის მოქმედება ეს არ ნიშნავს, რომ ჩახვალ იქ 10 წელი განამბულად გაჩერდებით. თვითონ ჩასვლა უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვიანი. თუ შენ ანკეტაში წერო 2 კვირით ჩადიხარ, სასურველია, იმდენი ხნით ჩახვიდე პირველი ჩასვლა. ეხლა არის კიდე ესეთი კითხვა, რამდენად ხშირად შეიძლება რომ ჩახვიდეთ ამერიკაში. ნახეთ როგორი მარტივი, ანუ 6 თვემდე ხო არის. შეიძლება 2 კვირიანი ყოფნა ჩაგირთყან, შეიძლება 1 თვიანი ყოფნა ჩაგირთყან, შეიძლება 6 თვიანი, 3 თვიანი და ასე შემდეგ. მესაზღვრე წვითავს მაგას. მესაზღვრე შტამპ ჩაარტყავს და იქ მიაწერს რა რიცხვამდე შეგიძლია გაჩერდე ამერიკაში. ვინც ჩერდება 5-6 თვე და ბოლომდე წურავს ამას, ეს ცუდია, ამას საკონსულო ხედავს. შეიძლება დაგირეკონ გითხრან რომ მოდი აქ და შენ ვიზა გაუქმო. რატო? იმიტომ რომ 6 თვე რახან შენ გაძლევენ იქ ყოფნას ამერიკაში არ ნიშნავს რომ შენ იქ იყურყუტო 6 თვე ბოლომდე. ამოწურო, ასე ვთქვათ რა. რატო? იმიტომ რომ ფიქრობენ რომ შენ რადგან იქ დიდი ხანი გაჩერდეს, შენ იმუშავე, მუშაობდე, ფულს შოულობდე და ასე შემდეგ. და ამიტომ შენ დაარღვია ამერიკის კანონი და რომ ჩამოხვალ შენ ვიზას კარგად გააუქმებენ. იცოდე, არის ამის რისკი. ამიტომ სასურველია გაჩერდე მაქსიმუმ 2 კვირა, 1 თვე, 3 თვე, 4 თვე, აჰა. всё, არა 6 თვე. ასე გამოსვლისას ამერიკიდან რო შენ წამოხვალ, შეიძლება იქ მესაზღვრეებმა, მიაუქმნ, კენსელს დაარტყავენ და всё კარგად იყავი რა. ხდებიან რომ შენ იქ მუშაობ. ესე იფიქრებენ, შეიძლება არ მუშაობდე, მაგრამ ესე იფიქრებენ, იმიტომ რომ შენ იქ 6 თვე არაფერი არ გესაქმება. ტურისტული ვიზით და სასტუმრო ვიზით და უმალობით კონფერენცია იქნება ნათესავთან ჩასვლა, ტურიზმი და ასე შემდეგ. ეს არის ბევრი და ამაში გაერთიანებულია ყველაფერი. დაიმახსოვრეთ, არც დისტანციურად, არც ისე მუშაობის უფლება ამერიკაში არ აქვს ამ ვიზით და გაიგებენ ამას, მიხვდებიან, ვიზა უქმდება და დეპორტი გეკუთვნით. ეხლა რაც შეეხება შემდეგს, რომ მაგალითად შენ გაჩერდი 3 თვე ამერიკაში, რომ ჩამოხვალ უკან დაბრუნდები საქართველოს სასურველი 2 იმდენი დრო აღარ ჩახვიდე. მაგალითად 3 თვე გაჩერდი ამერიკაში, 6 თვე აღარ ჩახვიდე. 6 თვე გაჩერდი ამერიკაში, 1 წელი აღარ ჩახვიდე. ეს არის ესეთი ნორმალური კომბინაცია, თორე შენ შეგიძლია გახვიდე, შემოხვიდე ამერიკაში, მაგრამ იქ საზღვარზე მოგთხოვენ პასუხს. ეხლა რაც შეეხება ერთ მომენტს, კიდევ მნიშვნელოვანს, არის ესეთი ტერმინოლოგია, ნახეთ, საიმიგრაციო აფევრა რა, მის representation იქვია რა. fake ან რაღაცა, რას ეძახიან ხო? აი ნახეთ რა წერია, სასარგებლო ინფორმაცია შესაძლოა მოგზაურს სურვილი. უილის ან ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის გამო შესაძლოა მუდმივად აგრძელოს შეშლილობის შესვლა, ხო? რას ნიშნავს ეს? სიტყვაზე შენ გაქვს ხელი მოწერილი ყავს ქმარი, რომელიც ან მექსიკითაა გადასული და არ მიუთითე ეს ქმარი, ატყუებ, ან არ მიუთითე რომ შენ დედა, მამა, შვილები, მეუღლე დაძმა ყავს ამერიკაში, თქვათ, ლეგალი, არალეგალი, თუ ქალაქი თუ რაღაცა ამაში მოიტყუე, თქვათ, ანკეტაში ეს არ ჩაწერე. ტყურწავენ მუდმივ უარს, თქვათ, გაკნა სამართლეობა ესეც მოიტყუე და მერე გაიგეს, ტყურწავენ მუდმივ უარს.
პლუს რა არის კიდე ტყუილი, რომ თქვათ ახლა მივდით რომ მუშაობ რაღაც კომპანიაში, ჯეოსელში ან მაქთიში ხარ მენეჯერი, მან რეალურად იქ არ მუშაობ და ასე ატყუებ ან რაღაც წყალბიცნობა შეიტანე. გაიგებენ всё, თათვალი მუდმივი უარი გაქვს, არაფერი არ გიშველის. არასდროს არ უნდა მოიწონო. თქვათ ხელფას ატყუებ, რაღაც ახლა ესე ტყუილზე, როგორც ახლა თქვათ შეგეშალა ტელეფონის ნომერი, ამაზე არავინ არაფერს არ გეტყვის. მაგრამ თქვათ დეპორტი ქონდა, თქვათ თურქეთიდან, იტალიიდან, თქვათ ამერიკიდან ქონდა და ეს ანკეტაში არ მიუთითენ, ასამართლეობა არ მიუთითენ. ანუ შენ მაგით რას აკეთებ, რომ შენ რაღაც პრობლემა ქონდა კანონთან და შენ მოიტყვე. კანადა, ამერიკა, ზელანდია, ბრიტანეთი, ავსტრალია, ესენი ხედავენ ერთმანეთს ანკეტას, იციან ვინ სად რა მიიღო უარი. ან მაგალითად კანადის ანკეტაში თუ არ ჩაწერო, თქვათ სადღაც უარი ქონდა რაღაც ქვეყნებში, ვიზაზე უბრალოდ უარი მიიღეს, შენ 5 წლიან შეზღუდვას დაგიწესებენ, ბანს დაგადებენ, არ შეგიშვებენ კანადაში 5 წელს, მაგრამ ამერიკასთან უარი ესათა მუდმივი არ შეცვლა. იმიტომ უნდა ყველაფერი დაწეროს სწორად და სიმართლე უნდა დაწერო, თქვათ მაგალითად კიდე რა შეიძლება ეხ ადამიანმა ტყუილი ისეთი მძიმე ტყუილი, აი რაღაცა მსგავსი ის რა, რაღაც აფეორას ატარებს და რაღაცას ატყუებს, ამიტომ არის მე არ გირჩევ თაღლითებთან დაჭერა რაღაც საჭიჭეკო ფირმებთან, იმიტომ რომ დაღუპავენ, რაღაცას ჩაწერენ, ეს ანკეტა ინახება, შემდგომ რო შეხვალ და უკვე სიმართლეს ჩაწერთ, იმ ძველს ამოიღებენ და всё და დააგერხევათ იმ პონჩში, რომ მუდმივ სტყურზე იტყვიან, რომ წინაზე მოიტყვე ახლა ან აქ სიმართლე, ამიტომ აუცილებელია რასაც თქვენ ანკეტაში გივსებენ, თქვენ ეს გქონდეთ. Word-ის ფაილში უნდა შეინახოთ სრული ინფორმაცია, რა არის შევსებული, რა კითხვებზე როგორ გასცეს პასუხი. თუ ეს კომპანიები თქვენ სამიზო კომპანია არც ერთი არ გაძლევთ თქვენ ამის საშუალებას, თქვენ გაძლევთ просто ფურცელს, რომ ანკეტა შევსებული და შიგნით რა წერია, მარტო კონსული ხედავს, ეს არის ძალიან სარისკო. იმიტომ რომ შეიძლება არასწორად შეგივსო და ამიტომ უნდა მოთხოვოთ პირველ რიგში აუცილებლად თვითონ რა იყო შიგნით შევსებული. ეს პირველი. მე ვაწვდი ყოველთვის და ვაძლევ. პლუს კიდე მეორე, პაროლი. არის ფორმა ესეთი ივსება, ესე იგი DS 160. ნახეთ რა როგორი რაღაცა არის, რომ აგიხსნათ საქმის კურსში რო იყო. აი ეს არის თვითონ წამით აი ანკეტის შევსების და როგორც გასცემს პასუხებს, ისე უნდა იყოს, აი შეხედეთ, აი ეს მთელი სრული ანკეტა არის და ეს უნდა გქონდეთ, თქვენ უნდა გაძლევდნენ ამას. მაგრამ თქვენ გაძლევენ მხოლოდ აი ამას ხედავთ, აი უკაცურთ, მხოლოდ ამ რეზულტატს, რომ ეს ანკეტა შევსებული, შიგნით რა წერია, აუცილებლად ამ ანკეტის პაროლი საკვანძო სიტყვაზე, წინადადებაზე პასუხი უნდა მოთხოვოთ, აუცილებლად უნდა გქონდეს ამ ანკეტის ნომერი, სახელი, გვარი, რა ჩაწერა იქ და პასუხი, თქვათ, იქ რაღაც კითხვა არის, თქვათ, რა იყო დედის ქალიშვილობის გვარი, ან მაგალითად ბებიას რა ქვია და ასეთ რაღაც ისე. საკვანძო აუცილებლად ვინც ავსებს ანკეტას, იმან იცის. სასწრაფოდ მოთხოვეთ ეგ სიტყვა, რომ მიცოდეთ, იმიტომ რომ მერე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა იმან რა ჩაწერა და საერთოდ აი ეს ინფორმაცია, აი ეს რა ჩაწერა აი აქ ასე მთლიანად ეს უნდა მოთხოვოთ. მე ვაწვდი, მაგრამ სხვა კომპანია არ გაძლევენ და ამიტომ არის ეს ცუდი. შემდგომ რა ხდება? შემდგომ არის ასეთი რაღაცა. ხათ შევედით ისევე დაუბრუნდით. ეს ანკეტა ივსება იმისათვის, რომ მე შევავსო ეს ანკეტას სწორად და კარგად და ხალისიანად მთელი ინფორმაცია თქვენ გამოგიგზავნოთ. ესე იგი, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი ჩადიხართ ახლა ქვემოთ. აი აქ არის, ხედავთ, Word-ის ფაილი, კითხვარი უნდა შემივსოთ. აი გადმოიწერთ კითხვას და თქვათ, ახლა ინგლისურად პარკოთი რომ გვარი და სახელი თქვათ. კაპანაძე, ირაკლი, აი ესე წერთ და თან ინახავთ, აი Word-ის ფაილში აქ დააჭერთ. აი ნუ კაპანაძე, ირაკლი, ესე უნდა შეავსოთ, მიუთითეთ პირადი ნომერი, თქვათ, ეს არის.
ჩვენი წინა გვარი, ვთქვათ, გამოგიყენებია, ვთქვათ, სახელი გვარი ოფიციალური შეიცვალე, ვთქვათ, ან ვთქვათ, არის ვთქვათ, გვარის და იგივე ვთქვათ, დაიბადა, ვთქვათ, მაგალითად, გიორგობიანი. და მე როცა ქორწინება შევიდა და ქორწინდა, ქმარს გვარი ყავდა, ვთქვათ, კაპანაძე და გახდა კაპანაძე მეგი. მანამდე იყო, ვთქვათ, გიორგობიანი მეგი. ან, ვთქვათ, სახელით შეიცვალა. და აქ უნდა ჩამოწეროთ იყო ხათუნა და გახდა მეგი, ოღონდ ოფიციალურად. ოჯახური მდგომარეობა არასდროს არ მოგიწერია ხელი მაქვს მოწერილი, ხელი მქონა მოწერილი და გარდაიცვალა ქვრივი და გაშორებული ხელი გაწერილი. აი მხოლოდ ესენი ეთითება. ან ვთქვათ, მაგალითად აი ესე დავწეროთ პასუხი. ყავს მეუღლე. ვთქვათ, ხელი მაქვს მოწერილი. ну ესეთი ის ხო დაბადების თარიღი ვთქვათ დაიბადა 15 დეკემბერი 1980. დაბადების ადგილი ვთქვათ საქართველო თბილისი. ესეთნაირად ივსება ეს. აქ ეს პირადობაში რა წერია. მე სხვა მოქალაქეობა ხო ვთქვათ რუსეთის მაქვს და ვთქვათ იტალიაში ცხოვრობს იტალიის პერმესო მაქვს. ხო ვთქვათ პასპორტის ნომერი მოითხოვ ვთქვათ რუსეთის 75 მაგალითად 1 ჩაწერ პასპორტის ნომერი რუსეთის პასპორტის ნომერი და აი ესე ივსება ყველაფერი. შემდგომ გადავდივართ აი აქ აი ამაზე მაგალითად აქ მისამართი ქვეყანა საქართველოს სადაც ცხოვრობ ფიზიკურად ქალაქი თბილისი საპორტო ქუჩა თუ გამზირია რაიონი ყველაფერს აქ ელექტრონული პოსტა უნდა დაწერო პასპორტის ნომერი ქართულის ვთქვათ მარჯვნივ ზემოთ არის მოქმედების ვადა ვინგას იუსტიციამ და კი კარგია თუ არა რამე პასპორტები არ დამიკარგა ან თუ დაკარგეთ ჩამოწეროდის დაკარგეთ დასვლის მიზეზი ტურიზმი რაღაც სასტუმროს მიუთითებთ რომ როდის გინდა ჩასვლა ვთქვათ 15 დეკემბერს 2025 წელს ვთქვათ 2 თვის მერე აიღეთ 2 კვირით მივდივარ ან თუ ნათესავთან ახლობელთან ოჯახის წევრის მისამართი აქ ეთითება რამდენი ხნით და მისი ვთქვათ ან აქ სასტუმროს ან ახლობლის მისამართი ამერიკაში სრულად მისი სახელი გვარი მისამართი აქ მისი ტელეფონი ამერიკული ან სასტუმროს თუ ახლობელი ოჯახის წევრის ხო მისი ელექტრონული პოსტა ვინ იხდის ზავრობას ვთქვათ თუ შვილთან მიდიხარ შვილი იხდის შვილი მიხდის ზავრობას რა ქვია იმ შვილს ისთანაც მიდიხარ ვთქვათ ნონა კაპანაძე ვთქვათ აქ ჩამოწერდი რაც შვილს ესე ქვია ვთქვათ არ ნამყოფი ამერიკაში არა თუ კი უნდა ჩამოწერო როდის რა თარიღებში რამდენი ხნით ქონია თუ არა ვთქვათ ამერიკული მართვის მოწონა კი არა ასე შემდეგ და სრულად უნდა გასაწყოსო ქონდა თუ არა მიღებული ამერიკის ვიზა კი თუ ქონდა მიღებული ძველი ვიზის ნომერი მარჯვნივ ქვემოთ არის ციფრად წერია ნომერი მიღების თარიღი ისუეტ დატა წერია და აქ სად რომელ საკონსულოში მიიღა და ჩამოწერეთ გითხრა თუ არა ამერიკამ თუ თქვა ახლა მეორედ შედიხარ პირველი უარი ქონდა დაწერო აი ამერიკის ვიზაზე მივიღე უარი შემდგომ ეგ თქვათ სასტუმროს ბუკინგის თქვათ რაც არ გეხებათ მამის გვარი რა მამას თქვათ ახლა მამა თქვენს რა ქვია თქვათ ავიღოთ გიორგობიანი ლაშა თქვათ და მამის დაბადების დღე თქვათ 15 ნოემბერი 1960 წელი თქვათ მამა ამერიკაშია მამა არ არის ამერიკაში პასუხი თქვათ თუ დედა ხო დედის ახლანდელი გვარი თქვათ დედა არის მინიძე ვთქვათ ჩაწერთ აქ ვთქვათ დედას ქონდა დაბადების წინა გვარი ვთქვათ სხვა გვარი ქონდა ვთქვათ იყო იოსელიანი ვთქვათ იმას ჩაწერთ თუ არა გამოტოვებ თუ არ შეუძლია დედის სახელი ვთქვათ ნონა დაბადების თარიღი რიცხვი ვთქვათ 15
მაგალითად იანვარი 1960 წელით ჩამოწერთ. სხვა ნათესავი ოჯახი თუ არიან ამერიკაში, ნათესავები შედიან ბაბუა, ბებია, დედა, მამა, ძმა და შვილი, მეუღლე, ხელმოწერილი მეუღლე და უნდა ჩამოწეროთ მათი სახელი, გვარები და უნდა ჩამოწეროთ რა სტატუსი აქვთ. უნდა მიაწერეთ, რომ ვთქვათ არის ძმა მყავს, ვთქვათ ირაკლი კაპანაძე, ვთქვათ და არის ვთქვათ ამერიკის მოქალაქე, აქ გააქვთ გრინ კარტი, ან არის მექსიკეთ გადასული, ან აქ ტურისტული, ან არის სასწავლო ვიზა და აქ მიუთითეთ. და ყველა ეს ოჯახის წევრები თუ ყავთ ჩამოწერეთ, თუ არა ყავთ გამოტოვებთ. ხელმოწერილი მეუღლეს ისა, მეუღლე ხო ყავთ, ვთქვათ ხელი გაქვთ მოწერილი, ვთქვათ არის ავიღოთ რა ქვია გიორგი კაპანაძე, ისა მისი ხელმოწერის მეუღლეს დაბადების დღე თქვა დაიბადა 15 ოქტომბერს 1980 წელს ჩამოწერთ ხელმოწერის მეუღლეს დაბადების სად დაიბადა თქვა საქართველოს ზესტაფონი ხელმოწერის ხო საცხოვრებელი მისამართი საცხოვრობ თქვა შენთან ერთად ცხოვრობს თუ სხვა მისამართია ფიზიკურად სადაც ცხოვრობს ის უნდა ჩამოწერვა ეგ ხელმოწერილი აქორწინების თარიღი თქვა როდის მოაწერეთ ხელი თქვათ უთითებთ 15 სექტემბერი 2020 წელი თქვათ პირობითად აქ დაწერთ სად მოაწერეთ თქვათ მოაწერეთ საქართველოში მაგალითად სიღნაღში თუ განქორწინებული არის გაშორების პირადი ის განქორწინების ადგილი ვთქვათ საქართველოს თბილისის იუსტიციის სახლი დაიწყო რა ხო აქ არის აი ამ მონაკვეთებს რო ხედავთ აქ არის სასწავლებელი ვთქვათ დაიწყეთ ჩამოწერეთ აქ სკოლა ვთქვათ კოლეჯი სკოლა ვთქვათ თქვენ დავამთავრეთ ვთქვათ თბილისის გიმნაზიის კლასიკური გიმნაზია ვთქვათ მისამართად რუსთაველის 15 აქ ჩამოწერთ. სწავლის დაწყების თვეწელი ვთქვათ დაიწყეთ 6 წლის გახდით და დაიწყეთ სწავლა და ვთქვათ მიუთითეთ 1987 წელს სექტემბერში იწყება მიუთითეთ 09 ვთქვათ 1987 და 10 წელი ისწავლეთ თუ 11 დაამთავრეთ ვთქვათ თუ 11 ისწავლეთ დაამთავრეთ მაისში 1918-ში ვთქვათ თუ 11 წელი ისწავლეთ დაამთავრე სკოლა დაამთავრე მე შემდგომ მიდის ესეთი რაღაცა მეორე სასწავლებელი კოლეჯი შეიძლება კოლეჯის სახელწოდება სადაც დადიოდით ფიზიკურად ის მისამართი დაწყების იქ სწავლის თვე და წელი დამთავრების თვე და წელი რა კურსი სტომატოლოგია ფაკულტეტი ვთქვათ მივიღე დიპლომი აი აქ იგივე მე ვთქვათ შეიძლება ერთი უმაღლესი მეორე უმაღლესი ვთქვათ ვთქვათ საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტი ვთქვათ უნივერსიტეტი აქ მისამართი კოსტავას 15 ვთქვათ თბილისი დავიწყე ვთქვათ 09-2010-ში დავამთავრე 06-2015-ში შემდგომ ამას შეავს მე ბაკალავრი გაქვთ რისი დიპლომი გაქვთ ეს ყველაფერი აი ყველაფერი უნდა ჩაწეროთ თათად აი ეს რო გეკითხება აი აქ პასუხი ეს გეკითხება აქ პასუხი ეს გეკითხება აქ პასუხი შემდგომ ეხლანდელი დასაქმება აი რა ბოლო 5 წელი აინტერესებს ვთქვათ ინდმე წარმე გაქვს ინდმე წარმის ვთქვათ კომპანია მაგთის ჩაწერს სადაც ფიზიკურად დადიხარ იმის დაიწყე ვთქვათ მაისი 2010-ში 05-2010-ში დაიწყე თუ ეხლაც მუშაობ დღემდე მუშაობ ჩამოწერა თუ დაამთავრე იქ ვთქვათ მუშაობა 2015-მდე მუშაობა აქ შენი თანამდებობა რო ქონდა უფროსი სახელი გვარი იქ რასაკეთებდი ხელფასი რამდენი ქონდა კომპანიის ტელეფონი და აი აქ მაგალითად ეს ხო ვთქვათ ეხლანდელს უთითებ ვთქვათ აქამდე მუშაობ მეტად ავიღოთ 2020-ში დავიწყე და დღემდე არა 2020-ში ბოლო 5 წელი აქ უკვე მაგის წინა სამსახურს ჩამოწერი ინფორმაცია სახელწოდება კომპანიის ინგლისურად მისამართი სადაც ფიზიკურად დადიოდი თუ ინდმე წარმია სახლის მისამართი თვე წელი დამთავრება იქ თქვათ უფროსი თუ შენიყავი შენ თავს თანამდებობა რა ქონდა თქვათ იყავი პროგრამისტი თქვათ მენეჯერი ესეთ რაღაცას უთითებ
მოვალეობები თქვათ ვაკეთებდი კოდს წერდი ხელფასი ამდენი კომპანიის ტელეფონს ჩაწერდი თუ არა გაქვს თუ ესაც ვერ მოიპოვე გამოტოვე შემდგომი რა არის შენი ელექტრონული პოსტა თქვათ ელექტრონულ პოსტას ჩაწერ ჯარში იყავი თუ არა თქვათ სამხედრო კათედრაც ითვლება გაწვევები მოწვევები თქვათ კი ვიყავი ჯარში თქვათ თბილისში თქვათ ან სამოქალაქო რაღაცა იც იყო ესე რომ რაღაც ობიექტებს იცავენ თქვათ ან რაღაცა თქვათ ნაწილში ვიყავი ამ და ამ ნაწილს როდის წაგიყვანეს თქვათ 15 ოქტომბერი იყო 2000 წელი თქვათ იმსახურე თქვათ 2 წელი ან 15 სექტემბრამდე 2002-მდე თქვათ ვინ ხარ რიგითი ან სერჟანტი ვინ იყავი მაგალითად მსროლელი ან ტანკისტი ესეთი ის უნდა ჩამოწერო დეტალურად სად იმსახურე საქართველოს მაგალითად თბილისის ნაწილი სამხედრო ესე უნდა ჩამოწერო ბოლო ქვეყანაში სად იყავი ბოლო 5 წელიწადში რა ქვეყნებში იყავი თქვათ თუნდაც ტრანზიტით გავლით ავტობუსით არ აუცილებლად შტამპი იყოს გადაწია უკან 5 წელი და თქვათ იტალია საქართველოს საფრანგეთი შეიძლება საფრანგეთში ჩახვიდე თქვათ ავტობუსით წახვიდე შვეიცარიაში ძალიან გაიარო მაინც ითვლება ის ყველა ქვეყანა აქ უნდა ჩამოწერო შემდგომ რა არის აქ ბოლო 5 წელი თქვათ თუნდაც ტრანზიტით გაიარეთ რა ენებს ფლობთ თქვათ ვიცი რუსული ქართული იტალიური რამე ორგანიზაციაში ვარ თქვათ რაღაც იმაში დეპორტი ხო არ ქონია თქვათ თუ არ ქონიათ არ ქონია თუ ქონიათ იტალიიდან თურქეთიდან თქვათ დაწერთ ნასამართლეობა იყავი თუ არა გაგიკარწეს თუ არ გაგიკარწეს ყველაფერი აქ დაწერეს დეტალურად და სოციალური ქსელების ლინკები ინსტაგრამი ფეისბუქი ვატსაპი და ასე და ამას რო შეინახავ აი ამას შეინახავ აი ამ და გამომიგზავნი იმეილზე. ჩემი იმეილი არის ელექტრონული პოსტა არის აი აქ კონტაქტში. აი აქ კონტაქტში. აი ამ იმეილზე გამომიგზავნით ამას. რა მჭირდება კიდე? მე მჭირდება კიდე თქვენი პასპორტის სურათი, თქვათ ქართული. მილითითაც შედიხარ ჯობია. პასპორტი. ეს სურათი უნდა გამომიგზავნო. ამის აი ეს გვერდი თქვათ ან ეს გვერდი. უნდა ჩატაროთ ნომრები უნდა ამოვიღო. შემდგომ აუცილებლად აი როცა ადამიანი რეგისტრირდება აი ამ გვერდზე აქ აუცილებლად თუნდაც ალბათ სხვაგან ავსებთ აუცილებლად უნდა თქვენ ასე რა ქვია დედაოთ აი თქვენ უნდა გითხრათ აუცილებლად ეს username-ი, ეს პაროლი, ელექტრონული პოსტა და სამ წინადადებაზე კითხვაზე პასუხები. სამი პასუხი, ანუ ელექტრონული პოსტა, ეს username-ი და პაროლი და 6 რაღაცა უნდა მოგცენ აქედან, იმიტომ რომ თქვენი პასპორტი აქ რო დარეგისტრირდება, თქვენ მეორედ გაგიჭირდებათ შესაძლოა დღის პასპორტი აქვს ყველაფერი პაროლები უნდა მოგცემთ დაიმახსოვრეთ ერთი რაღაცა არც ერთი კომპანია სავიზო აი ამ პაროლებს არ გაძლევთ თქვენ არც ანკეტის და არც ამის პაროლებს არ გაძლევთ ჩემთან მე ყველაფერს გაძლევთ ცალკე ელექტრონულ პოსტასაც გიქმნით ყველაფერი ინახება ეს ყველაფერი ასაჭირო ასევე დაგჭირდება თქვენი სურათი ელექტრონული ვარიანტი 600 პიქსელზე ეს არის green card-ის ომისთვის ვინ შედის იმათგან არის და აი ასეთი სურათი ესეთი ტიპის ნახეთ აი ესეთი ტიპის სურათი არის 600 პიქსელზე და მხრები უნდა ჩანდეს ეს მონაკვეთები უნდა ჩანდეს მარტო თავი არა ეს თეთრ ფონზე ან შეგიძლიათ კედელთან მობილურით გადაიღოთ და მე თვითონ მოვჭრე მე ამას ზომაზე ეს ყველაფერი ელექტრონულ პოსტაზე უნდა გამომიგზავნოთ და თანხა უნდა მომცეთ ჩემი მომსახურების აჩნია кейს ფულია 400 ლარია თუ ნორმალურია 300 ლარი და პლუს კიდე მოსაკრებელი ანუ ამერიკის ვიზაზე რო შედიხართ მოსაკრებელი ამ თანხა ეს თანხა იკარგება მოგცემენ არ მოგცემენ ვიზას
ეს იკარგება ეს ბარათით მე ბარათზე ვდებ ბარათით ვიხდი მოსაკრებელს ახლა ამ ეტაპზე ვთქვათ ახლა არის 4 ნოემბერი 2025 518 ლარი არის მოსაკრებელი რომ თქვენ ისა რა ქვია ვიზაზე შეხვიდეთ აი ესეთი ის დავიმახსოვროთ რომ არაფერში არასდროს არ მოვიტყუოთ პლუს კიდე ეს რა გვჭირდება ისე პლუს საბუთებს რაც შეეხება საბუთები არის სურვილის მიხედვით კიდე გააკეთებთ აი ამ საბუთებს სადეთ ერთი წუთით აქ აი ნიმუში აქ ეს ფოტო გინდა აი მე როცა ავსებ და ესეთ ინფორმაციას თქვენ გაძლევთ აი ეს ყველაფერი გააქვთ თქვენ რასაც თქვენ სხვა არ გაძლევთ იქ რა კითხვებზე როგორ იყო პასუხი ეს ყველაფერი ინახება ყველაფერს პაროლს გაძლევთ აი ამის პაროლიც უნდა აუცილებლად იცოდეთ ამის პაროლი და ამის 6-ვე მომენტი იმეილი username პაროლი და 3 საკვანძო სიტყვა ეხლა ნახეთ რაც შეეხება ამ დოკუმენტებს დამატებით ეს არის თქვა ფინანსური ავტომობილი ბანკი უძრავი ქონება და ასე შემდეგ ძველი პასპორტი ვიზები ბანკის ამონაწერები მე წარმე სამსახურის ცნობა შვილის დაბადების მოწვევები და ასე შემდეგ სტუდბილე ქორწინების მოწმობა და ასე შემდეგ შვილის რაღაცა გრინ კარტის ეს ყველაფერი შეგიძლიათ ცალკე პაპკაშკო მაგას კონსული ან ნახავს ან არა 90%-ში არ ნახავს მაგრამ ნუ მაინც მიაქვთ ახლა შეიძლება იკითხოს აბა მაჩვენე რომელ სამსახურში ხარ და ასე შემდეგ აი აქაც არის ნიმუშეს როგორ ივსება ეს იბეჭდება მე ხელით ივსება მაგრამ კომპიუტერში შევსებული ჯობია და იცოდეთ აი ეს ყველაფერი წაიკითხეთ ამ ინფორმაციას გაეცანით რომ რა შეიძლება მოყვეს თულებს და არ გირჩოთ მე შემდგომ როგორ ხდება როცა ფულს გადაიხდით მე არის თარიღები ერთი თვე მაინც უნდა აიღოთ ერთვის მე არის ხოლმე უფრო ძირითადად ინტერვიუები თქვენ მე ნახავთ რაღაც თარიღებს დილით არის ხოლმე 9-დან 11-მდე ძირითადად ან 8-დან 11-მდე ეს 9:30-დან მიღება 11-მდე და ხალხი იქ შედის და თითეს ანაბეჭდებს აბარებთ უნდა გქონდეთ დასტური რომ ანკეტა შევსებულია ესე ქვია ამას რასაც მე გიგზავნით PDF-ით აი ესეთი რაღაც აი დავთა ეს ბიჭი არის ესეთი რაღაცა არის ფურცელი რომ შეგიძლიათ შავ-თეთრად ამობიჭდოთ არ ფერადად და პასპორტი მეტი არაფერი თქვენ არ ჭირდება დანარჩენი ხა თქვენი საბუთები რაც ნუ შეიძლება ქვით არის წაიღოთ რომ გადახდილია და პასპორტი პლუს კიდე ვიზიტის ფურცელი სადაც წერია რომ როდის ხარ დაბარებული საკონსულო არის ძველი ხანის ბაზრობა რომ იყო იღომში სადაც საელჩო იქ არის საკონსულო ეს არის დანის ხიდთან გარეთ არის ეგრევე ტრასაზე ხალხი დადგებით იქ რიგში მობილურებს და რაღაცებს რო წაიღავთ ამას გამოგართევს ისა დაცვა და შეინახავს იქ შიგნით ამას არ შეგატანინებთ მხოლოდ ქაღალდებს შეგატანინებთ შიგნით მე სანამ შეხვალთ როგორც კი შეხვალთ პირველი მეორე თუ მესამე ფანჯარა არის თითების ანაბეჭდებს ჩააბარებთ ტყუილები არ ილაპარაკოთ იმ დასჯადია ეს ტყუილი ანკეტაში არ ჩაწეროთ პლუს კიდე ეს და რიგს დაელოდებით მე ვინ რომელი კონსულთან მოხდება შეიძლება 5 კონსული იყოს თქვა 3 ბიჭი 2 გოგო 3 გოგო 2 ბიჭი და ვის როგორ მოხდებით როგორ ხასიათზე იქნება როგორ შედგება საუბარი რა საუხსნით როგორ აუხსნით ახავს თუ არა საბუთებს და იმის მიხედვით ის წერს რაღაცებს და გადაწყვიტავს ანუ თვითონ კონსულს წინასწარ არაფერი არ წყდება გადახედავს ანკეტას ვინ ხარ რა ხარ როგორ ხარ თავარი იქ ანკეტას ყველაფერი ჩადო გული და სული აღწერო რა როგორ იმიტომ არ მნიშვნელოვანი ჩემნაირად დაიჭეროთ საქმე რომ ყველაფერი ნორმალურად დაწეროს რომ იმ მხოლოდ იმას კითხულობს პასპორტს გამოგართვეს, პასპორტს გადაფუსლავს რა სად იარეთ, რა იარეთ, იკითხავს, ჩაწერს და გეტყვის, რომ იცით, კი ბატონო, ვიზას გაძლევთ. ხა იმას პასპორტი ხომ აქვს? იმას აქვს ეს პასპორტი და თუ ის ვიზას გაძლევს, ამ პასპორტს ის დაიტოვებს და გეტყვის თქვენი ვიზა რამოდენიმე და 3-4 დღე და 5 დღე
და ის მიდის ეს ვიზა ძირითადად ვაკეში. ირლანდიის სავიზო ცენტრში. ოთარ თაქთაქიშვილის ლანდ თაქთაქიშვილის 11. აი აქ მიდის და უნდა აიღოთ ეს პასპორტი 10-დან 2-მდე დილიდან სამუშაო დღეებში ორშაბათი პარასკევის ჩათვლით დილიდან 10-დან 2-მდე. ნუ იქ ნახოთ თუ თქვენ ეს პასპორტი კონსულმა დაგიბრუნათ, სავიზო ოფიცერი ქვია ეს სწორად კონსული არა, სავიზო ოფიცერმა დაგიბრუნა ჩათვალა რომ იქ დამჭენი ხართ ან მიგრანტი ხართ ან არ მოეწონეთ ან რავი თავის შეხედულებები აქვთ, არ იფიქროთ რომ თქვენ მილიონერი ხართ და არის ხა თქვენ ვიზებს მოგცემენ და გეკუთვნით და რაღაც ისე და ეხლა შეიძლება ადამიანს კონდეს ფული, მაინც არ მისცეს და ან არ კონდეს არ ცხელფასი არაფერი, მაგრამ რაღაც ისეთი მიზეზით მიდიოდეს მისცენ. ვიზა აი 50-50-ზე. თქვათ ისე ნუ შეგექმნებათ რომ არიქა დაგინახავენ და გადაერევიან რომ არიქა ვიზას მოხდეს, შეიძლება ნუ ისე მოხდეს არ მოხდეს. შეიძლება სულაც არ ელოდოთ იმ ვიზის გაცემას და ნუ კონსულმა ჩათვალოს რომ კი ბატონო აგერ ვიზა გაქვთ. თუ ის არ გაძლევს ის პასპორტს დაგიბრუნებს, მოგცემთ რაღაც ფურცელს, სადაც წერია რომ არ გაძლევ ვიზას და გამოხვალთ გარეთ. ეგ არის სულ. შიგნით რაღაც აი იქ არის ტუალეტიც არის, რაღაც ზოგს რაღაც დაავადება აქ წამალსაც შეატანინებენ, ჩხუბი, ყვირილი რაღაცა იქ არ შეიძლება თავი შეიკავეთ ეგეთ რაღაცებისგან, ეს აკრძალული არის. ესეთ უნდა რომ მეორედ არ შეგიშვათ. ყვილები არ შეიძლება. რაც შეეხება ჩაცმულობას, ჩვეულებრივად არაფერი იქ ახლა შარვალ კოსტუმი და ქორწილში არ მიდიხარ ჩვეულებრივად, სასურველია ნათელი ფერები, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა ზოგი შავებში ესეთი ეგრევე უარი. ნათელი ჩვეულებრივი სადა ტანსაცმელი ნორმალურად მშვიდად, წყლარად შეეგუეთ იმას, რომ თქვენ ვიზას არ მოგცემენ და შეეგუეთ იმასაც, რომ თქვენ ვიზას მოგცემენ. აი ასეთ დაბალანსებული ის რომ იქ რაღაცა თუ კონსულია გეტყვით რომ მომაწოდეთ შემახედეთ მიაწოდეთ თუ რაღაცას გეტყვით რომ გაქვთ საბუთები ნუ შეტენით იმას არ ჭირდება ის ახლა ძალით იმას შეიძლება არც ნახოთ თქვენ ახლა შეიძლება დაიხარჯოთ იქ თარგმნებში რაღაცეებში შეიძლება ის პაპკა სულაც არ ნახოთ მიხვიდეთ უნდა იცოდეთ იმ ანკეტაში რა წერია კითხავს ზოგადად კითხვები არის ანკეტის გარშემო სად მიდიხარ, სად მუშაობ, რამდენი ხნით მიდიხარ, ვინ ხვდება, ვინ ყავს იქ, რომელი რეისით წახვალ, რამდენ ხანს გაჩერდები, რამდენი შვილი ყავს, ქონება შენზეა თუ არა ყავს, თუ არა ავტომობილი ძრავი ქონება, მეუღლე ყავს თუ არა, შეყვარებული ყავს თუ არა, რატო მეუღლეს გარეშე მიდიხარ, თქვათ, ვის უტოვებ შვილებს და რას გააკეთებ იქ, წინაზე იყავი, რას აკეთებდი იქ, რატო გაჩერდი დიდი ხანი, რატო გაჩერდი ცოტა ხანი, როგორი რეისით გაფრინდები, როდის აპირებ წასვლას, მაინც უფრო აი შემდგომ რას აპირებ, რას აკეთებ იმ სამსახურში, რამდენი გაქვს ხელფასი, რა გაქვს თუ არა კიდე სხვა შემოსავალი, ესეთი ტიპის კითხვები არის. არის ხოლმე რომ შეიძლება ვარი კიდე ესეთი კითხვა რომ რამდენ ხანს შეიძლება შეხვიდე კიდე არ არის შეზღუდული შეგიძლია მალევე შეხვიდე შეიძლება ერთ კონსულს ისე ვერ აუხსენი შეხვდე მეორე სხვა კონსულს ის უფრო სხვა ხასიათზე იყო და აი ასეთი რაღაცა შეგიძლია ისა რა ქვია ეს ყველაფერი მალმალევე შეხვიდე უბრალოდ ხარჯია თავისთავად რა ეხლა მოსაკრებელია იმათი ამერიკელების $185, მაგრამ ლარშია 518 ლარი ამ ეტაპზე ეს თამაშობს ეს თანხას რო იხდი მერე ჩანს თარიღები როდის შეგიძლია შეხვიდე რამოდენიმე ჯერ შეგიძლია ეს ინტერვიუ თქვა გადაადო გადაიტანო იმიტომ პაროლები უნდა ქონდეს აუცილებლად მე არ გირჩევთ რაღაც ჭიჭეკო ფირმებთან დაიწყებთ იქ რაღაც პომადიან კუკლებს არასწორად შეგივსებთ აბურდავენ დაბურდავენ და მერე იქ კონსულთან მერე თავს ვერ გაიმართლეთ იცით რა იმან შემიოცო მე არ ვიცოდი ეგ არ შველის მერე საკითხს ამიტომ ძალიან ისე უნდა მიუდგეთ ცივი გონებით და ისეთი კითხვებია ხოლმე ქმართან ჯობია შესვლა შვილებთან რაც მეტი შევოთ უკეთესე მაგრამ ხარჯებთან არ დაკავშირებით მარტო შედით დინამერი ისინი ცალკე
და თუ ისინი იგრძნობენ, რომ თქვენ რაღაცას მაიმუნებთან თქვათ, ახლა არის ხოლმე ცოლ-ქმარი აიღებს ვიზას, ერთი შვილი ყავდა, მე ის შვილიც შეყავთ, შეიძლება კონსული გაბრაზდეს და თქვენი ვიზები გააუქმოს, იმიტომ რომ იფიქროს, რომ ვაი, ახლა შვილიც მიყავს და დარჩებიან ამერიკაში. არალეგალურად თუ პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვენ და გაუქმდეს. ანუ ფრთხილად ცოტა იმათთან, რაღაც ჰიჰი-ხახა არ იყოს და ბევრი ფაქტია ეგეთი. რაც შეეხება იმას, სავიზო ცენტრი, სადაც მე ეს პასპორტი მიდის. თქვენ გექნებოდ უით კოდი, როცა საიტზე რეგისტრირდეთ არის ესეთი უით კოდი, ფურცელი, ვიზიტის ფურცელს ვეძახით. იმას მიიტან და პირადობას. თუ ბავშვებზეა კიდე პასპორტები, მაშინ დაბადების მოწმობა დაჭირდება და იმ სავიზო ცენტრში მიხვალთ ისა. თაქიშვილის ქუჩა. თაქიშვილის ქუჩა, ნახეთ ახლა რა ადგილას არის ეს. 10-დან 2-მდეა ეს პასპორტის გატანა. რომ იცოდეთ. ხალხი ხდება. ეს არის ვაკეში. ესე იგი ვაკეშვილი. ზაქარია. აი აქ არის. ხედავთ, აი ამ ადგილას არის სადღაც, აი ჭავჭავაძეა. ესე იგი აქ რა ხდება? ხო, მზიურს უნდა აქეთ არის მზიური, მე მოდიხართ აქეთ. ეს არის, ესე იგი Snap Fitness-ი არის, აი აქ და ამის წინ არის ოთართაკ და აი ამ ადგილას არის პირველ სართულზე მარცხნივ. აქ არის ვაკის მაცხოვარი ეკლესია, ხო. ეკლესიამდე არ მისული და ეს Smart Fitness აქ შედის ეს ქუჩა. აქ არის ხოლმე ეს პასპორტები. ახლა თუ სხვა ადგილი არ გაქვთ მითითებული, თქვათ, ვინმე ბათუმიდან და ბათუმს მივიდა, მაგრამ იქ ფასიანია. პასპორტის გამოთქვა სასურველია თბილისში მოვიდეს, იმიტომ რომ იქ ახლა ცალკე კურიერი იბოდიალებს და ღმერთმა დაიფაროს პასპორტები დაკარგოს ვიზიანი. ამიტომ შარია ჯობია თბილისი მიუთითოთ და თბილისში ჩამოვიდეს ხო მივიდეს ის იმ დრო თბილისის საკონსულოდან ისა. კიდე რა მომენტია, ნახეთ, პასპორტზე ვიზას როცა ჩააკავეთ, თქვენ მოგივათ ერთი წერილი იმეილი, რომ ელექტრონულ პოსტაზე რომ პასპორტის საკონსულოდ გაიგზავნა და მეორე წერილი მოვა, რომ ოთარ თაქთაქიშვილზე თქვათ, ან სადღაც სხვაგან მივიდა ეს პასპორტები. შეიძლება გორში გამოგზავნა, თაიში, ბათუმშიც და რაღაც, მაგრამ იქ კურიერი იბოდიალებს. მე და ღმერთმა უკნას პასპორტები დაკარგოს, ვიზიანი 1000 რაღაც და ამიტომ გირჩევთ აქ უფასოდ მივიდეს მალე. და თქვენ თვითონ გამოართოთ, მე სასურველია გქონდეთ ესეთი ზურგჩანთა ნოუთბუქების რო ეძახენ გადაკიდული და შიგნით ჩადებთ და იცით რომ დაცულია ვიდრე რაღაც ჯიბეში და რაღაც. ახლა რაც შეეხება ამერიკაში ბილეთის ყიდვას, სასურველია პასპორტს გადაუღოთ მობილურით სურათი, ვიზას გადაუღოთ სურათი და პასპორტი დატოვოთ სახში და მობილურით მიხვიდეთ ავიაკომპანიაში აჩვენოთ ესა ჩემ პასპორტი, მობილურში ესა ვიზა, იმ დრო ვიზის მონაცემები ჭირდება და იყიდით ბილეთს ან ინტერნეტით იყიდოთ და გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ბევრი ფაქტია, რომ ბევრმა დაკარგა ვიზა, პასპორტი, ეკავინა პასპორტი დამეკარგა, ეს რა მეშველება და რაღაცა რა როგორ და მე თავიდან უნდა შეხვიდეთ. ვიზის გაგრძელება არ ხდება, ვიზა ახალი უნდა აიღოთ 10 წელიწადში ივლით და ასე შემდეგ. პლუსია, როცა ამერიკის ვიზა გაქვთ, კანადა უფრო იოლად იძლევა, ბრიტანეთი შედარებით იოლად, ზელანდია, ავსტრალია და ასე შემდეგ. იაპონიაც ანუ წარმატებული ქვეყნები უფრო იოლად აძლევენ ვიზებს. ან როცა თქვენ ამერიკაში ამერიკის საკონსულში შედიხართ, სასურველია გქონდეთ კარგი სავიზო ისტორია, რასაც უფრო დიდი უპირატესობა აქვს. რაც ევროპის ქვეყნები, მაგრამ იმდენად არა, რამდენად უფრო ჩაგითვლიან თქვა. მალდივები იქნება, დუბაი იქნება, ინდოეთი იქნება, იაპონია იქნება, ჩინეთი. ანუ ევროპა არის იაფასიანი, ხო 50 ლარად კვიპროსზე გაბრიდა ჩამოხვიდა. მაგას საკონსულო არ ჩაგეთს, მაგათ უნდათ რომ დაინახონ რომ შენ გაქვს ფული და შენ შეგიძლია ეს ფული დახარჯო ამერიკაში, როგორც ტურისტი და ასე შემდეგ. მგონი ბევრი ვისაუბრე, აი ამ საიტს თქვენ გამოიყენებთ, აქ ნახეთ, ახლა კიდე რა მომენტი არის. აქ არის როგორც ეს ლინკი, ასევე არის მეორე, აი უფრო ისა. რა დაგჭირდება ჩვენ რომ
აგინიშნოთ ამერიკის ავიზო, რა ქვია, სავიზო ინტერვიუ. აი აქ არის ეს ყველაფერი. და უფრო აქ ნიმუშია როგორ უნდა გასცეთ პასუხები, რაც მე ავხწერე საზღვარგარეთის პასპორტი, ფოტო და ის რეკვიზიტები ჩემი. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ ვიზას.